ჩვენ მოვითხოვთ, რომ ევროპის კომისიამ დანერგოს რემიგრაციის სქემა მთელ ევროპაში, რათა საბოლოოდ შევძლოთ მათი უკან დაბრუნება. ეს ასევე კანონიერია. მიგრანტები! დაბრუნეთ ისინი! დაბრუნეთ მიგრანტები! მას უყვარს ილონ მასკი. მისი ყიდვით მან ასევე გადაარჩინა სიტყვის თავისუფლება ევროპაში მისი ყიდვით. ასე რომ არ არსებობს გამართლება, რომ ის ტრილიონერია, ან სხვანაკლოვანებები აქვს. ამ სამყაროში არიან მილიარდერები, რომლებიც არაფერს აკეთებენ სიტყვის თავისუფლების დასაცავად. წინააღმდეგობაც დაიწყო, რადგან მან ეს გააკეთა ყველა მუქარის მიუხედავად ყველა მცდელობისა, რომ გაეჩუმებინათ. მან უკვე შეაგროვა 500,000 ხელმოწერა, რომ სცადოს და გადაარჩინოს ევროპა. და თუ ჯერ კიდევ არ იცით რაზე ვსაუბრობ, ჩვენ ევაზე ვსაუბრობთ. ვინც არ იცის, ვინ არის ევა, ის არის ეს საოცარი აქტივისტი, რომელიც იმიგრაციის წინააღმდეგია. ისთვის, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ და მოვიშოროთ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ევროპის განადგურებას. მაგრამ ხალხი, მთავრობები არ არიან დაინტერესებულნი მისი მოსმენით. და ამიტომ მან გადაწყვიტა, იცით რა? ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ხალხის ძალა. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ შევაგროვოთ 500,000 ხელმოწერა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენნაირად ფიქრობენ. და ჩვენ მოვითხოვთ ევროკავშირისგან, რომ რეალურად მოგვისმინოს, რადგან ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა. მაგრამ სამწუხაროდ ხალხს ნამდვილად არ მოეწონა ის, რასაც ის აკეთებდა. ბრიუსელის ელიტებს სუთ გაგაჩუმონ. ჯერ სადეს Save Europe აქტის დახურვა, შემდეგ კი დემონსტრაციის აკრძალვა სადეს, აი ასე გამოიყურება დემოკრატია ევროკავშირში 2026 წელს. უკვე 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი ჩვენს აქტებს და ეს რიცხვი საათობრივად იზრდება. ეს ხმები ვერ გაჩუმდება. მაგალითად, Save Europe აქტს სულს საზღვრების კანონისა და წესრიგის დაცვა, განსაკუთრებით კი რეემიგრაციის საკითხში. სწორედ ამას ითხოვს ევროპელთა უმრავლესობა. არაფერი არალეგალური, არაფერია უკანონო, არაფერი არაეთიკური. ზუსტად ის, რაც ევროპელ ხალხს ეკუთვნის. უსაფრთხოება მათთვის და მათი შვილებისთვის და ევროპულმა კავშირმა საბოლოოდ უნდა მოусმინოს თავის მოქალაქეებს, დახუროს საზღვრები და ყველა უკან გააბრუნოს, ვინც აქ არ უნდა იყოს. მაგრამ მოსმენისა და თვითმკვლელური პოლიტიკის შეცვლის ნაცვლად ევროკომისიას ამ აქტების აკრძალვა სურს. მისი აზრით Save Europe Act ეგრითობელი ევროპულ ღირებულებებს არღვევს. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს აქვთ უფლება გამოხატონ საკუთარი თავი, გააპროტესტონ და იბრძოლონ საკუთარი სამშობლოსთვის. მაგრამ ხალხის ნება კვლავ გათელეს. ბრიუსელის მერმა განაცხადა, რომ დემონსტრაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და სცადა მისი აკრძალვა. რა თქმა უნდა, ასე არისო. ბრიუსელის ელიტები ცდილობენ წაგორთონ შეკრების ჩვენი ფუნდამენტური უფლებები და ცდილობენ წაგორთონ ჩვენი მხარდამჭერების ხმა. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მიზანი მათ დღის წესრიგს არ შეესაბამება. მაგრამ სიმართლემ გაიმარჯვა ყველა პოლიტიკური ზეწოლის, ყველა ცილისწამებისა და დისკრედიტაციის მიუხედავად. ბრიუსელის სასამართლომ დემონსტრაცია ლეგიტიმურად ცნო. ჩვენ გავიმარჯვეთ ბრიუსელის სასამართლოში და ჩავატარეთ ეს დემონსტრაცია. სწორედ ამიტომაა წინააღმდეგობა მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ უნდა იბრძოლოთ და დაიცვათ თქვენი უფლება უსაფრთხო და დაცულ ევროპაში ცხოვრებისთვის. ხედავთ, ისინი გინდათ დაგაჯერონ, რომ ვერ იბრძოლებთ, რომ თქვენი ხმა უმნიშვნელოა, რომ არაფერი, რასაც გააკეთეთ, რეალურად ვერ შეცვლის რამეს, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ერთობაში ძალაა. ეხლა ევა გზაშია, რომ ეს ყველა ხელმოწერა ევროკავშირს გადასცეს. კარგი, ის მოითხოვს, რომ მოусმინონ. ის სასამართლოში გაიმარჯვებს. ის ცვლილებას აიძულებს და მე პირადად ეს ძალიან მომწონს. 9 მილიონი ხელმოწერა ევროპის გადარჩენის აქტისთვის, რომელსაც ეს ინსტიტუტი ცდილობს უგულებელყოს. ასე ეს ძალიან საშიშია. ეს უბრალოდ პეტიციის ხელმოწერებია. ეს არ არის ბომბი, ეს პეტიციის ხის ხელმოწერებია. დღეს აქციის დღეა. დღეს 15 ივლისია და ჩვენ ვიკრიბებით პატრიოტებთან ერთად ბრიუსელში. ჩვენ აქ ვართ, რათა გადავცეთ ევროპის გადარჩენის აქტის პირველი 500,000 ხელმოწერა. ჩვენ ვაპირებთ მილიონობით ნაციონალისტის მობილიზებას. არა მხოლოდ პეტიციაზე ხელმოწერისთვის, არამედ იმისთვის, რომ ყოველთვის იქ ვიყოთ, როცა ევროკომისია ან სხვა ბიუროკრატები ცდილობენ ჩვენი როგორც ძირძველი ევროპელების უფლებების შეზღუდვას. და სწორედ ამიტომ ჩვენ არ დავჩებით. დღეს და იქნება. ჩვენ მათ უკან გავუშვებთ. დაბრუნეთ ისინი უკან, 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 დაბრუნეთ ისინი უკან. მაგრამ ევროპის გადარჩენის აქტი უბრალოდ პეტიცია არ არის. ეს ასევე არ არის მხოლოდ მოქალაქეთა ინიციატივა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგია, რომ შეგვიძლია აიძულოთ ევროკომისია პოზიცია დააფიქსიროს რემიგრაციაზე. არა, ევროპის გადარჩენის აქტი ნამდვილად დიდი მობილიზაციაა. პირველად, დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვიკრიბებით მილიონობით ევროპელი ნაციონალისტი და პატრიოტი, რათა ვითანამშრომლოთ, ერთად ვიმუშაოთ საერთო მიზნის მისაღწევად. და ეს მიზანი ჩვენი ევროპელი ხალხების გადარჩენაა. აი ესე გამოიყურება და იგრძნობა ნამდვილი დემოკრატია. იმის ნაცვლად, რომ მოგხვიდონ ეს კალბირამ, სადაც შეგიძლია აირჩიო ვინმე, ვინც რეალურად არ არის ანგარიშვალდებული, ეს არის ხალხის ხმა. ეს არის ის, რაც ხალხს სურს მოხდეს, ისინი ერთიანდებიან და ამ მიზანს აღწევენ.
და როგორღაც ამ ელიტისტებმა მოახერხეს დაგორწმუნებინათ, რომ ყველაფერი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ აირჩიოთ ვინმე მთავრობაში, ვინც ეთანხმება იმას, რასაც ევროკავშირი აკეთებს და შემდეგ ევროკავშირი იღებს ჩვენთვის გადაწყვეტილებებს, რომლებიც ყოველდღიურად პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლესა და უსაფრთხოებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ამბობენ, არა, ჩვენ ამას უკან ვიბრუნებთ. მილიარდობით, მილიონობით ადამიანი უჭერს მხარს ჩვენს ხედვას და მათი ხმა არ ისმის, რადგან ელიტარებს ეს არ აინტერესებთ. ჩვენ გავაგონებთ მათ ხმას. და მე ამაზე შეპყრობილი ვარ, ნახეთ, არ მოგატყუართ. ეს ცოტა ძალიან ინტენსიურად ნაციონალისტურია, ნაციონალისტური მარკეტინგი. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ცოტა შემაშინებლადაც კი მოიჩვენოს. ეს განცდა თითქოს უბრალოდ დააბრუნეთ ისინი უკან. ეს სასიამოვნო მოსასმენი არ არის, მაგრამ სიმართლეა. თუ გსურთ თქვენი კულტურის შენარჩუნება, ყველაფერი რაც შემოდის და თქვენს კულტურას საფრთხეს უქმნის, უნდა მოიშოროთ. ამიტომ ვიბრძვით ამისთვის. ამიტომ იბრძვიან აქ ყველა ეს მამაკაცი. ასე რომ, არსებობს ფართო მხარდაჭერა. როგორც ხედავთ, როგორც სცენაზე ხედავთ. ამჟამად ჩვენს გვერდით ევროპარლამენტარები დგანან და ეს არის ხალხის მიერ, ხალხისთვის, ინსტიტუტებში მყოფი პატრიოტული ძალების დახმარებით. ასე რომ, ჩვენ გვინდა ყველა ეს ძალა გავაერთიანოთ, რათა რემიგრაცია რეალობად ვაქციოთ. მაგრამ ჯერ როგორც თქვით, საზღვრების დახურვაა საჭირო, რადგან ეს ჯერ კიდევ არ ხდება. ეს მხოლოდ ჩვენთვის ხდება. ის ლამაზია. ის მართლა ლამაზია. ჩვენ მხოლოდ 1 საათი დაგჭირდა, მაგრამ ეხლა აქ ვართ, რომ გადავცეთ 9 მილიონი ხელმოწერა ევროპის გადარჩენის აქტისთვის, რომელსაც ეს ინსტიტუცია ცდილობს უგულებელყოს. იცი რა მომწონს ამაში? წლების განმავლობაში იმდენჯერ მოგვისმენია იმ ადამიანების ისტორიები, რომლებმაც მართლაც დიდი ცვლილებები მოახდინეს, მაგრამ ვერ ხედავ იმ ყოველდღიურ შრომას, რაც მათ შედეგების მისაღწევად დასჭირდათ. და აი მაგალითად ეს ქალი ხო ხედავ, რომელიც ამ ხმაურშია, ძალიან ელეგანტურია, ლამაზია. მას 1 საათი მოუწია დგომა და პოლიციელებთან მოლაპარაკება, რომლებიც არ აძლევდნენ უფლებას შესულიყო, ხო ასეა? ეს არის ამბის ის მხარე, რომელსაც ადამიანები უბრალოდ არ აზიარებენ და ეს ძალიან მომწონს. ჩვენ საბოლოოდ ჩამოვედით 500,000 ხელმოწერით ევროპის გადარჩენის აქტისთვის. 9 მილიონზე მეტი პატრიოტის ხმა მთელი კონტინენტიდან ახლა საბოლოოდ გაისმება. ეს ძალიან მომწონს. მართლა მომწონს. აი, ისინი მოაქვთ ხელმოწერები. ევროპის კომისიისთვის ჩვენ მივიდანთ ევროპელი ხალხის ხმას პარლამენტში. თუნდაც მათ არ უნდათ მისი მოსმენა. აი ჩვენ აქ ვართ, ქალბატონებო და ბატონებო. ეს არის ანონიმიზირებული, რა თქმა უნდა, ევროპელი პატრიოტების სახელების გროვა, რომლებიც ითხოვენ რემიგრაციას და სურთ რომ ეს მოხდეს ახლავე. ისინი პირდაპირ ფიზიკურად იქ არიან, ხო ესეა? ხელის ედლით. მათ ხელის ედლით მიაქვთ 9 მილიონი ხელმოწერა. ეს ძალიან მაგარია. ეს არის ხალხის ხმა. ეს ადამიანები წვედნენ, არა ისინი. რამდენი ადამიანი მოგიკლავთ? ჩვენ ვართ 535,000-ზე მეტი. ასე რომ, ჩვენ უკვე იმ ზღვის 9-ზე მეტს მივახციეთ, რაც ოფიციალური ევროპული მოქალაქეობის ინიციატივისთვის იქნებოდა საჭირო. ეს კი 2 თვეზე ნაკლებ დროში. ასე რომ, ეს უკვე საოცარია. რას ნიშნავს ეს მასშტაბი თქვენთვის? გინდა წაიკითხო. თუ შეგიძლია შეაჯამო გთხოვ. ბრენდონი მართლა მნიშვნელოვანი იქნებოდა. ევროპელებთან ერთად, ევროპის გადარჩენის აქტით, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა გადავარჩინოთ ევროპა ჩანაცვლებით იმიგრაციისგან ბოდიში. და ამისთვის ჩვენ მოვითხოთ სრული და აბსოლუტური შეჩერებას ევროპაში, არარეზიდენტების როგორც ლეგალური, ისე არალეგალური იმიგრაციის. და ჩვენ მოვitხოვთ, რომ ევროპულმა კომისიამ დაანერგოს რემიგრაციის სქემა მთელ ევროპაში, რათა საბოლოოდ შეუძლოთ მათი უკან დაბრუნება. ეს ასევე ეხება ლეგალურ მიგრანტებსაც. დაბრუნეთ ისინი! დაბრუნეთ ისინი! დაბრუნეთ მიგრანტები! ნახეთ, ცხადია, იდეალურ შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლო გვეცხოვრა ისეთ სამყაროში, სადაც ადამიანებს შემოვიყვანდით და ისინი მართლაც ასიმილირდებოდნენ და ყველაფერი კარგად იქნებოდა. სამწუხაროდ ასე არ არის. და ეხლა მივედით იმ წერტილამდე, სადაც არსებობს არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ბანდები და ყველგან ძალადობაა. და ამ ქვეყნების მოსახლეობა დაუცველია, ამიტომ საჭიროა მკაცრი ზომების მიღება. ნახეთ, როგორც თქვენდან უმეტესობას მე ცოტა არაკომფორტულად მაგძნობინებს ეს ყველაფერი, რადგან ვიცით, რომ ამ ადამიანების უკან ნამდვილი ადამიანები დგანან. მაგრამ ამავე დროს თუ ისინი არ არიან მზად ასიმილაციისთვის, ჩვენ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, ჩვენი ღირებულებების გაზიარებისთვის და ჩვენი გაძლიერებისთვის, მაშინ ისინი აქ არიან რომ დაგვაქციონ. და ზოგჯერ უბრალოდ საჭიროა მკაცრი პოზიცია დაიკავო იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ არიან, რომ დაგაქციონ. ვიცი, გიჟურად ჟღერს, მაგრამ ეს უბრალოდ სიმართლეა. ამ ქალმა ძალიან ბევრი გააკეთა. ის იქ დგას და ლაპარაკობს. ანუ მიყვარს, რომ მას ელონ მასკი უყვარს. მისი ყიდვით, მაგრამ მან ასევე გადაარჩინა სიტყვის თავისუფლება ევროპაში მისი შეძენით. ასე რომ, აქ არ არის მაგრამ. ის ტრილიონერია, ან აქვს ხვანაკლოვანებები. ამ სამყაროში არიან მილიარდერები, რომლებიც არაფერს აკეთებენ სიტყვის თავისუფლების დასაცავად. და სინამდვილეში ბევრსაც კი აკეთებენ. ანუ ის უბრალოდ ლოგიკური ადამიანია. ის აქ არის. ულტრა მემარჯვენეების მეომარი ქალი, ქალბატონი ევა პლაუდინგერ ბიუკი. გმადლობთ ანდრეა. სულ უფრო და უფრო მეტ სახელს ვიღებ. ულტრა მემარჯვენეების მეომარი ქალი. დღეს რკინის ლედი დამიძახეს.
კარგი, ის შესანიშნავია. ის ახალგაზრდაა, ის ლამაზია, ის დედაა. ის რეალურად კარგ რაღაცას აკეთებს. და ჩვენ ძალიან აღფრთოვანებულები ვართ ამით, რადგან კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინააღმდეგობა რეალურად არსებობს. ხალხის ხმა, თუ ისინი ერთად შეიკრიბებიან თუ გაერთიანდებიან, მათ შეუძლიათ ცვლილება მოახდინონ. მოდით ვიმედოვნოთ, რომ ევროპა ნამდვილად შეიძლება გადარჩეს, რომ არსებობს მომავალი, სადაც ჩვენი შვილები არ იქნებიან საფრთხეში იმ ადამიანებისგან, რომლებიც შემოდიან და ცდილობენ დაიპყრონ და ვიმედოვნოთ, რომ ევა ნამდვილად წარმატებული იქნება. მადლობა ამ საკითხზე ყურადღებისათვის.